ტოლთა და განსახლების მინისტრი დღეს იძულებით გადაადგილებულ პირებს ზესტაფონში შეხვდა მინისტრმა 34 ოჯახის წარმომადგენლებს ახალი საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცა. სამინისტროში მიმდინარე პროექტის ფარგლებში 4 საცხოვრებელი კორპუსი გარემონდა, ამ ბინებიდან 6 სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაა მოწყობილი. ვიოცით აფხაზეთიდან დევნილებს გრძელვადიანი საცხოვრებელი. ძალიან მაღალი ხარისხით შესრულებული ბინები, კეთილმოწყობილი, გათბობით და ასე შემდეგ. მთლიანობაში ეს არის უკვე 1400-მდე ოჯახი, რომლებიცაც ჩვენ წელს დავაკმაყოფილებთ ბინით და წლის ბოლომდე დარჩენილ დროში, დარჩენილ 10 დღეში ჩვენ კიდევ რამდენიმე ასეულ ოჯახს ამ საახალწლო საჩუქარს და ბედნიერ წუთებს განვაცდევინებთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კორპუსში არის შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ბინები და ეს არ არის სტანდარტული საქართველოში ზოგადად მნიშვნელოვანი წარმატება არის ჩვენთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზოგადად ამ ფორმატში USAID-ის დახმარების ფარგლებში უკვე 10 ბინა არის გახსნილი საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. ძალიან დიდი კმაყოფილი ვარ, რომ 20 წლის შემდეგ მივაღწია ამ მიზანს და ვიცხოვრებ აწი გემრიელად.